უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასების შემცირდა მათი ყოველთვიური სარგო დღეს პროფესორის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის მიხედვით განისაზღვრება. მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს განათლების კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დადგინდა კოეფიციენტები, რომელთა გათვალისწინებითაც თითოეული თანამშრომლის ხელფასის გამოთვლა ხდება. მაგალითად, რექტორის გასამრჯელო ითვლება სპეციალური კოეფიციენტით, რომელიც არ უნდა იყოს პროფესორის ხელფასის 1.15 მიასედზე ნაკლები და 1.35 მიასედზე მეტი. ამ გამოთვლის მიხედვით ხელფასები 50-დან 100 ლარამდე გააზრდებათ ფაკულტეტის დეკანებსა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების თანამშრომლებს. გამომდინარე იქედან, რომ მოწვეული სპეციალისტები ხელშეკრულებით მუშაობენ და საათობრივი ანაზღაურება აქვთ, ახალი კანონმდებლობა მათ არ შეეხებიათ. თავად პროფესორის ხელფასს კი სასწავლებლის წარმომადგენლობითი საბჭო თავის ზემდგომთან შეთანხმებით და ბიუჯეტის მიხედვით ადგენს, რის გამოც შესაძლოა შტატიანი თანამშრომლების ხელფასი ყოველწლიურად შეიცვალოს. რამ განაპირობა ახალი საკანონმდებლო მუხლის შემოღება საქართველოს განათლების სამინისტრომ დღეს კომენტარი არ გააკეთა. რექტორს არ შეიძლება კონდეს იმ სრულ პროფესორზე 1.35 კოეფიციენტზე მეტი, ასე ვთქვათ. ანალოგიურად არ შეიძლება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კონდეს სრულ პროფესორზე 1.30-ზე მეტი კოეფიციენტით ხელფასი. ასევე ხარისხის სამსახურის უფროსებზე, მაგრამ ხარისხის ხელფასები მიმდულია ასოცირებული პროფესორის ხელფასზე და ასეთი რანგირება გაკეთდა და შედეგად მივიღეთ, რომ რექტორს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მოადგილეებს მოაკლდათ ხელფასი და ხარისხის სამსახურის უფროს თქვათ, მაგრამ ამავე დროს დეკანებს და ფაკულტეტის ხარისხებს გაეზარდათ. მაგალითად, ბიუჯეტში დიდი ცვლილება ამით არაფერი არ მომხდარა. უნივერსიტეტმა განსაზღვრა წარმომადგენლობითმა საბჭომ დაამტკიცა ეს ხელფასები, რომლებიც ეხლა მოქმედებს პროფესორების. პროფესორის ხელფასი თავისთავად დამოკიდებულია უნივერსიტეტის ბიუჯეტთან და აღნიშნული თანხმდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან. და ამ ყველაფერთან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ყოველწლიურად იყოს ხელფასი ცვალებადი. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ შეიცვალოს ხელფასი, მაგრამ ჩვენ სტაბილურად მოვდივართ.